დილამშვიდობისა ძვირფასო ტელემაყურებლებო, დღეს 27 თებერვალია, პარასკევი, ეთერშია ერთსულოვნების დილა, კახამიქიაშვილთან და სოფიო კუჭავასთან ერთად. ყველას მშვიდობიან დღეს გისურვებთ. მადლობა რომ გვიყურებთ, გვისმენთ, ნაყოფიერ დღეს გისურვებთ და წარმატებული დღის იმედით ვიწყებთ თქვენთან ერთად. დილას სანამ გაგაცნოთ გადაცემის ანონსს, ტრადიციულად მოვისმინოთ საეკლესიო კალენდარი. 27 თებერვალს წმინდა მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია მოიხსენიებს ღირს მღვდელმონაზონ ილარიონ ქართველს, ყანჩაველს, ღირს ავქსენტის, ღირს მარონის, სირიელ მეუდაბნოეს, წმინდა აბრაამს, კარიელ ეპისკოპოსს, წმინდა მოციქულთა სწორ კირილეს, სლოვენთა მოძღვარს. დღევანდელი დღის მფარველი წმინდანების ლოცვით და მეოხებით უფალმა დაიცვას და დაიფაროს სრულიად საქართველო. ამინ. გილოცავთ დღევანდელი წმინდანების ხსენებას და ახლა მოვუყვეთ ჩვენს მაყურებელს, რა ელოდებათ, რას მოისმენენ, ვის შეხვდებიან. პარასკევია და მიჩვეულია ჩვენი ერთგული მაყურებელი, რომ ამ დღეს მოძღვარი საუბრობს და განმარტავს სახარების იმ თავს იმუხლებს, რომელიც კვირას იკითხება ღვთისმსახურებაზე და სწორედ სახარების განმარტებისთვის შემოგვიერთება ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის ანჩის ხატის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი არჩილ ხაჩიძე. 1990 წელს დიდმარხვის პირველ კვირა დღეს მართლმადიდებლობის სეიმზე სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორის დიდი ძალისხმევით კონსტანტინოპოლის მთავარეპისკოპოსმა და მსოფლიო პატრიარქმა ყოვლადწმინდესმა დიმიტრიუს პირველმა საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას გადმოსცა ჩვენი ეკლესიის ისტორიული ავტოკეფალიის ცნობის, დამტკიცების სიგელი და ტომოსი. ამავე დღეს მსოფლიო პატრიარქმა საქართველოს ეკლესიას უბოძა საპატრიარქო ღირსების დამადასტურებელი მეორე სიგელიც. ასე რომ მართლმადიდებლობის ზეიმზე დაგვირგვინდა ჩვენი დიდი პატრიარქების კირიონის, ლეონიდეს, ამბროსისა და მათ თანამებრძოლ მამულიშვილთა მიერ დაწყებული განსაკუთრებული მნიშვნელობის საეკლესიო საქმე და მოციქულთა მიერ დაარსებულმა საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ უძველესი ავტოკეფალიის დამსახურებული საერთაშორისო აღიარება ჰპოვა. შემოგთავაზებთ ინტერვიუს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძესთან, რომელიც გახლავთ თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორი, თეოლოგიის, ფილოლოგიისა და პოლიტოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. ჩვენ ასევე გვექნება ჩართვა ანსამბლი დიდგორი ემზადება კონცერტისთვის, რომელიც ხვალ კახეთში გაიმართება და ნინო გალაშვილი, ესე იგი, მათთან ერთად არის და მოგვიყვება უფრო მეც წევრებთან ერთად, რა ელოდებათ მათ, ვინც ხვალ ამ კონცერტს დაესწრება და როგორ იქნება პროგრამა. და გადაცემის დასკვნით ნაწილში კვლავ დაუბრუნდებით საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხს. გავიხსენებთ ისტორიულ მოვლენებსა და 1990 წლის 4 მარტს, როდესაც მოციქულთა მიერ დაარსებულმა საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ უძველესი ავტოკეფალიის დამსახურებული საერთაშორისო აღიარება ჰპოვა. თემაზე სასაუბროდ შემოგვიერთდება ისტორიკოსი ქალბატონი ქეთევან პავლიაშვილი. ახლა კი ამინდის პროგნოზი ჩემთვის ძალიან ცუდი ამედია, თუმცა ბერვისთვის ალბათ რო გაიღვიდეს თქვენს რომ რა კარგი ამინდიაო. ჩემი ვოლოდინით მთელი დღე წვიმს და მეცად გეტყვით ქალაგარეთ და მათ შორის რიკოთისკენ თოვა შეზღუდვებიც არის და მოკლედ მოვისმენთ ყურადღებით ამინდი. სულ რამდენიმე დღეში გაზაფხულს ველოდებით, მაგრამ ზამთარი მაინც თავის ძალებს იკრებს და ბოლო შესაძლებლობებს არტოვებს რომ იწყება და მაინც ალბათ ყველა მეტნაკლებად შენ არ წეს ეს ამინდი, არ გინეხლა ეგსახე, ვიცი რომ ბედნიერი ხარ ამ ამინდით, ჩვენ გაზაფხულის მოყვარულებს ძალიან გვაატყებს, მაგრამ არ აუშავს. მინდა გითხრა რომ რამდენიმე დღე დაგჭირდა ბედნიერების და მე ჩვენი ამინდი. გაზაფხული მეც მიყვარს კახა. მოვისმენთ ამინდის პროგნოზი.
ყველას მოგესალმებით კიდევ ერთხელ, განსაკუთრებით მათ, ვინც შესაძლოა ახლა შემოგვიერთით და პირველ სტუმარს წარმოგიდგენთ ყოველწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის ანჩის ხატის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი არჩილ ხალჩიძე დილამშვიდობისა მამარჩილ და გულწრფელად მადლობა დილამშვიდობის მოგესალმებით. ჩვენ ვისაუბრებთ სახარებაზე, რომელიც კვირას წაიკითხება ღვთისმსახურებაზე, თუმცა აქვე უნდა ვთქვათ, რომ კვირას არის მართლმადიდებლობის ზეიმი, დიდმარხვის პირველი კვირა ყოველთვისასია დადგენილი და სანამ სახარებას განვმარტავთ ამ დღის მნიშვნელობაზე ვისაუბროთ, რას ნიშნავს მართლმადიდებლური ზეიმი და რატო აწესებს წმინდა ეკლესია დიდმარხვის პირველ კვირას სწორედ ამ დღესასწაულს. და ჩვენთვის კიდევ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეს დღე, რომელზეც ჩვენ ვისაუბრებთ ჩვენ გადაცემის მსვლელობისას. რა თქმა უნდა, უნიშნელოვანესია. ეს დღე მართლმადიდებლობის ზეიმი უკავშირდება იმ დიდ მოვლენას, რომელმაც იმ დიდი წვალებლობის დამარცხებას, რომელმაც თავის დროზე მე-7 და მე-9 საუკუნეებში ფაქტობრივად შეარყია მთელი საქრისტიანო, ეს იყო ხატმებრძოლობის ერესი და ესაა პერიოდი, როდესაც ფაქტობრივად გაიყო ეკლესიის ისტორია. გაიყო და შეიცვალა მთლიანად ეკლესიის, ძველი ეკლესიის ბუნებრივი მდინარეების თითქოს და პროცესი და ამ წვალებლობაში იმჟამინდელი პოლიტიკური თუ სოციალური რეალიების გათვალისწინებით თავი მოიყარა უამრავმა ცდომილებამ, რომელთა დამარცხებასაც თითქმის საუკუნე ნახევარი დაჭირდა. და ამ საუკუნე ნახევრის განმავლობაში ეკლესიის ტრადიციულ სივრცეში განადგურდა უზარმაზარი კულტურული სახელოვნებო მემკვიდრეობა. აი ამ ყველაფრის დამარცხებას, რომელსაც მოკლედ ვიტყვი, ორი ეტაპი გამოიყოფა ხოლმე ამ დროს, ერთი 786-87 წლების კრებები, როდესაც დედოფალმა ირინემ, კონსტანტინოპოლის დედოფალმა ირინემ პირველად შეძლო ხატთაყვანისცემის აღდგენა, თუმცა ხატმებრძოლობის რეაბილიტაცია მოხდა ამის შემდეგ და საბოლოოდ 852 წელს ხდება უკვე ამ წვალებლობის მთლიანად, როგორც იდეოლოგიურად, ისე ყოველმხრივ სწავლებითად მისი შეფასება, მისი ცდომილების აღმოფხვრა და 852 წელს კონსტანტინოპოლის პატრიარქმა მეთოდემ, რადგანაც ამ წვალებლობის მეთავე, ასე ვთქვათ, ამ შემთხვევაში სწორედ მეთავეები იქ იყვნენ თავმოყრილნი, გამოაცხადა ხელახლა ხატთაყვანისცემის აღდგენა, ძალიან დიდი ღვაწლი იქნა, რა თქმა უნდა, გაწეული. აქ უკვე მეორე დედოფალი თეოდორა იღებს ამ, ასე ვთქვათ, დროშას და მხარში უდგას ხატთაყვანისცემის მომხრეებს და ხდება ის, რომ აცხადებენ დაბრუნებას სწორ მართლმადიდებლურ გზაზე და გარდა ამისა წესდება ყველა იმ ცდომილების ჩამოთვლა, რომელიც მანამდე ყოფილა. და დიდმარხვის პირველ კვირას, როგორც წესი, საპატრიარქო და სამღვდელო მთავრობის მსახურებაზე საუკუნეების განმავლობაში ნარჩუნდებოდა ხოლმე ეს ტრადიცია, რომ ყველა იმ ცდომილებას ჩამოთვლიდა ეკლესია, რომელიც მას დამხობით ან გზიდან გადაყვანით ემუქრებოდა და ეს არის თუ ჩვენ ესეთი აზრს განვავითარებთ არაჩვეულებრივი რამ, ძალიან დიდებული რამ, რადგანაც შეუძლებელია რომ სინანული, ანუ საკუთარი შეცდომების აღიარება იყოს მხოლოდ ერთი ადამიანის თვისება და ეს არ იყოს მთლიანი კრებულის ერთობის თვისება, რადგანაც შეიძლება ჩვენ სამი ცალ-ცალკე ვიყოთ ძალიან კარგი ადამიანები, მაგრამ ერთად ურთიერთობა არ გამოგვდიოდეს და თუ ჩვენ ვახერხებთ ერთობაში იმის შეფასებას თუ რა გვიშლის ჩვენ ზოგადად კარგ კეთილგანწყობილ ადამიანებს რომ ერთად ვიყოთ ნორმალურად და კარგად, ეს უკვე ჩვენ დამატებით ღირსებას უსვამს ხაზს და აი ეს ეკლესიის ეს ძალიან პრაქტიკული და ძალიან აუცილებელი წესი, რომელიც იქნა ამ დროიდან დადგენილი, არის ძალიან აუცილებელი, ალბათ რომ ჩვენ ყოველთვის გვახსოვდეს ის შეცდომები, რომელიც იქნა დაშვებული, სწავლებითი თვალსაზრისით თუ პრაქტიკული თვალსაზრისით, რადგანაც სამწუხაროდ ხშირად არაერთი თანამედროვე ცრუ სწავლება არაფერია ხოლმე თუ არა იმ ძველი შეცდომების გამეორება და ამიტომაც ამ ყველაფერზე ეკლესიას ძალიან ხშირად უკვე აქვს ხოლმე ამომწურავი პასუხი გაცემული და განსაზღვრული
დაკავშირებული თავისი მყარი მაცხონებელი მართლმადიდებლური პოზიცია. როგორი უნდა იყოს დამოკიდებულება ჩვენი მხრიდან, მრევლის მხრიდან, საქართველოს მაცხოვრებლების მხრიდან, ზოგადად ქართველი ერის მხრიდან ამ დღესთან დაკავშირებით, როგორ უნდა ხდებოდეს აღნიშვნა? ჩვენ ვერ გამოვეყოფით დანარჩენ საქრისტიანოს ქართველები ნაწილი ვართ დიდი ქრისტიანული ერთობისა და დიდი ქრისტიანული, რა თქმა უნდა, ოჯახისა, რასაც ქრისტეს წმინდა მართლმადიდებელი 60 ეკლესია ქვია, ჩვენ უძველესი ეკლესია ვართ, რასაც დღეს იქნება დარწმუნებული ვარ, კიდევ უფრო ხაზგასმით საუბარი და უძველესი ტრადიციაა ის, რომ ამ დღეს მსვლელობები ეწყობა ხოლმე, ხდება ხატების სიწმინდეების გამობრძანება, რომელიც უარყოფილი იყო თავის დროზე სწორედ ხატმებრძოლთა მიერ და ისინი ებრძოდნენ ყველაფერს ერთადერთი ჯვარს მიაგებდნენ რიგ შემთხვევებში პატივს. ყველანაირ გამოსახულებას ისინი გმობდნენ ფაქტობრივად, თუმცა იქაც იყო რამოდენიმე ფრთა. დღეს ამაზე საუბრის ადგილი და დრო ნამდვილად არ არის, მაგრამ იქაც იყო სხვადასხვა მეტად ზომიერი თუ მეტად აგრესიული ფრთის წარმომადგენლები, მაგრამ მთლიანობაში ისინი უარყოფდნენ ყველანაირ გამოსახულებას და რაც მთავარია, ეს ბრძოლა არ იყო მხოლოდ ნივთებისა და საგნების წინააღმდეგ, ეს ბრძოლა იგულისხმება, რომ იყო ადამიანის თავად ღვთის მთავარი ხატის წინააღმდეგ. ასე რომ მართლმადიდებლობის ზეიმი არის არა მხოლოდ დაფაზე, ფიცარზე შესრულებული ხატების წინააღმდეგ მებრძოლთა მხილებისა და სწორგზაზე დაბრუნების აღნიშვნა, არამედ ეს არის ზეიმი იმ ადამიანებისა, რომლებიც კარგად იაზრებენ, როგორ შეიძლება იქნეს შერყნილი, ჩირქმოცხებული ღვთის მთავარი ხატება ადამიანი, პავლე მოციქული როგორც გვასწავლის, ტაძარი სულიწმინდისა ადამიანი და რა მნიშვნელოვანია ადამიანი მაშინ, როდესაც იგი გასუფთავებულია ყველანაირი აზრობრივი სიცრუისა და სიბნელისაგან. ჩვენ გვინახავს მაგალითად თუნდაც ჩვენს უახლოეს წარსულში მე-20 საუკუნე ვიცით რომ იყო ათეისტური ხელისუფლების ძლავრების ხანა, უამრავი ხატი გვინახავს ძველ ტაძრებში ან ფრესკები, რომლებსაც ზედ ქონიათ რაღაცა გადახატული, დაჯღაბნილი, ამოკაწრული და წარმოვიდგინოთ რომ ეს ჩვენ ვართ. და ჩვენ რომელიღაცა ადამიანი, ქალი თუ კაცი, სწორედ ასე დავმახინჯდით და ის ჩვენი ნამდვილი სახე აღარ ჩანს. თვალები გვაქვს ამოკაწრული, პირი გვაქვს ამოტეხილი და ამ დროს ვიღაცა მოდის და შენ გიბრუნებს იმ სახეს, რომელიც თავიდანვე უნდა გქონოდა და რომელიც უნდა ყოფილიყო ლამაზი. სწორედ ესაა ქრისტიანობის, სწორედ ესაა ქრისტე მაცხოვრის ღვაწლი, რომ მან ჩვენი დამახინჯებული სახე, ჩვენი ნამდვილი საღვთო ხატება, რომელიც უფლისგან იყო ჩაფიქრებული, აღადგინა და გაამთელა. კიდევ ერთხელ აღნიშნავ, ჩვენთვის განსაკუთრებულად საზეიმოა ეს დღე, ვინაიდან 1990 წლის 4 მარტს, მაშინ 4 მარტს დაემთხვა მართლმადიდებლობის ზეიმი, მოძრავია, რადგან დიდ მარხვის პირველი კვირაა. ჩვენ დიდი შრომის შედეგად გადმოგვეცა მოხდა ცნობა და აღიარება მსოფლიოს საპატრიარქოსგან უძველესი ავტოკეფალიის და ამაზე ჩვენ ვისაუბრებთ ცხადია დღეს განმავლობაში, გვექნება სიუჟეტიც, გვეყოლება სტუმარიც და კიდევ ერთხელ აღნიშნავ თუ რა მნიშვნელობის იყო ეს დღე და ეს ფაქტი და ეს მოვლენა. გადავიდეთ სახარებაზე, მამა არჩილ, სახარება რომელიც კვირას იქნება წაკითხული ღვთისმსახურებაზე როგორც ცენტრალური ნაწილი, რომელიც სახარებაა შერჩეული დიდ მარხვის პირველ კვირას. დიდ მარხვის პირველ კვირას იკითხება სახარება ერთ-ერთი მოციქულის მოხმობის შესახებ. როდესაც უფალი კრებს თავის მოწაფეებს და მოუხმობს მისი მიმდევრობისათვის ნათანაელს. იოანეს სახარების ერთ-ერთი პირველი თავია ეს მონაკვეთი, თავიდანაა ეს მონაკვეთი და ძალიან მნიშვნელოვანია ეს მონაკვეთი, რადგან შედარებით ვრცელია ამ მოწაფის დაძახება. სხვა მონაკვეთებში, სადაც ჩვენ ვხედავთ, რომ მოწაფეებს მოუხმობს უფალი, ვხედავთ, რომ ორ წინადადებაშია ხოლმე ხშირად ეს ჩატეული. უთხრა მაცხოვარმა ვთქვათ, რომ გამომყევით, დატოვეს ბადეები და გამოყვნენ. უთხრა რომ ჩემი მდევარი გახდი, მათემ დატოვა თავისი საზვერე და გამოყვა. ამ შემთხვევაში იმართება გარკვეული დიალოგი და თან ჩანს წინასწარი მომზადებაც, როდესაც ნათანაელთან მიდის ფილიპე მოციქული, რომელიც უკვე მოწაფეა მაცხოვრისა და ეუბნება რომ ჩვენ ვიპოვეთ მხსნელი, ვიპოვეთ მესია. ნათანაელი კითხვებს სვამს. მკვლევარი კაცია, გონიერი კაცია, იგი ესე ადვილად არ აყვება არაფერს. თან ისეთი მნიშვნელობის
საკითხს, რომელიც მაცხონებელია და რომელზეც ფაქტობრივად ყველაფერია დამოკიდებული. მისი მსოფლმხედველობა, მისი ყოველდღიურობა, მისი სიცოცხლე და მისი სიკვდილი და როგორი შეიძლება, თუ ეს კაცი შეიძლება იყოს მესია. და აი ეს დიალოგი მოდი და შენ თვითონ ნახე. ანუ ის პირადი არჩევანიც ხაზგასმულია სახარების ამ მონაკვეთში, როდესაც მიდის ადამიანი და თვითონ უნდა გაერკვეს რა არის ეს ყველაფერი. თან გაერკვეს ღრმად, გაერკვეს ამომწურავად. რა თქმა უნდა, ჩვენ სამწუხაროდ არ ვართ ყოველთვის ფორმაში ქრისტიანები უშვებთ, შეცდომებთ, ბევრი ცოდვა მოგდის ნებსით თუ უნებლიეთ ჩვენ ცხოვრებაში, ამიტომაც ხშირად შეიძლება ჩვენ და სამწუხაროდ და ღმერთმა ყველა დაიფაროს, რა თქმა უნდა, დასაღუპავად ვინმესთვის რაღაც შემთხვევაში დამაბრკოლებელი ვჩანდეთ. ვიღაცისთვის ვერ მოვიცალოთ, ვიღაცამ არასწორად დაინახოს, რასაც ვაკეთებდით, ან მართლა რაღაც შეცდომას უშვებდეთ და ამან ადამიანს გული ატკინოს და გული დაწყვიტოს. რა თქმა უნდა, ერთი და ორი ადამიანით მთლიანი მაცხონებელი ერთობის შეფასება არ იქნება სწორი. რადგანაც ჩვენ პირველ რიგში ადამიანები ვართ, რომლებიც უბრალოდ ამ წმინდა გზას დავადექით, არა უბრალოდ, არამედ დავადექით ამ წმინდა გზას და ღმერთის მოწყალების დიდი იმედი გვაქვს. ამ სწორედ მისი მოწყალებით და ჩვენი შეძლების დაგვარად გულმოდგინებით, გადავრჩებით და მარადისობის თანაზიარნი გავხდებით ღმერთის მარჯვენით. და აი ამ დროს ადამიანი შრომობს, იბრძვის და მიდის და უნდა რომ რაღაცაში გაერკვეს. და აი ამ მოლოდინის აღსრულებას იგი ნახულობს და ესაა რა თქმა უნდა მისი ბედნიერება. თუმცა შეიძლება მოხდეს ისე, რომ ადამიანი ვერ გაერკვეს რაღაცაში. და ეს იქნება მისთვის რა თქმა უნდა ძალიან დამღუპველი. ადამიანს არ დახვდეს ის, რასაც ელოდა და ეს იქნება მისთვის რა თქმა უნდა შეცდეს. და ამ დროს სწორედ უნდა ვეყრდნობოდეთ სწორ მოლოდინს, სწორ სწავლებას, ჩვენ ახალს ვერაფერს ვერ მოვიგონებთ. მამათა მემკვიდრეობით, მამათა სწორი გადმოცემით, ეკლესიის სწორი სწავლების მიდევნებით ჩვენ არ დაგვემართება არც ჩვენი პირადი და არც მომავალი შეცდომები. აი ესაა ძალიან მნიშვნელოვანი და ეს მოწაფეობაც იწყება სწორედ ესეთი კეთილგონიერებითა და შემოწმებით. თან ეს არის ყოველთვის პირადი თანხმობა, რომ მოდი და შენ თვითონ ნახე. მოდი და გაერკვია. საინტერესო დიალოგი შედგება ასევე შემდგომაც, თქვენ მგონით რომ ნათანაელი ძალიან ისეთი იძიებს, ოღონდ აი გამოძიების შემთხვევაშიც არის ხოლმე აი დღევანდელობაში თუ გადმოვიდანთ, არის შემთხვევები, რომ იძიებენ იმიტომ, რომ რაღაცა ნაკლიმოზებენ, რაღაცა ნიუანსი აღმოაჩინოთ. არის მეორე შემთხვევა, როცა ბრმად არ ვიჯერებ, აი თომას შემთხვევაში ხდება შემდგომ ხომ მე კიდე როცა მახსოვრი აღდგება ხო, რომ მინდა რომ დავრწმუნდე სწორად, აი სწორად გავიგო. აი ამაზეც ვისაუბროთ, ეს ამდენად მნიშვნელოვანია, სწორად ვიძიებდეთ ჩვენ საკითხს, სწორად ვიკვლევდეთ რა არის ქრისტიანობა, სწორად ვიცოდეთ რა გვწამს და არა უბრალოდ ჩასაფრებული პოზიციიდან. ხო, განწყობა ამ შემთხვევაში ალბათ განსაზღვრელია და გადამწყვეტია, იმიტომ რომ თუ ადამიანი ეძებს რაღაც ოღონდაც მიზეზი იპოვოს, რომ რაღაცას არ დაეთანხმოს, ადამიანის გონებას აქვს არაჩვეულებრივი თვისება, რომ საკუთარ სურვილს, საკუთარ წარმოსახვას იგი ყოველთვის მიაგნებს. თავის თავს დაუსახავს მიზანს და ისე ივლის, რომ თავისივე დასახულ მიზანთან მივა და იტყვის, რომ ლოგიკურად ეს ასეც უნდა ყოფილიყო. ამიტომაც საკუთარი თავის მოტყუების საწინააღმდეგო არის სწორედ ის აუცილებელი თვისება, რაცაა თავმდაბლობა და კეთილგონიერება, როცა გარედან შეგიძლია შენი თავი დაინახო, უცხო თვალითაც შეაფასო რაღაცა მოვლენები და შეძლების დაგვარად ესეთი იყო ობიექტური და მიუკერძოებელი. და ეს არის გამოსავალი, თორე თუ ადამიანი ჩასაფრებულია, თუ ადამიანს რაღაცის დაჯერება უნდა, ან არ უნდა, წეღან როგორც ვამბობდი, ახლა მაგალითად პირადად მე მქონდა საუნდელო პრაქტიკაში ერთხელ ერთი ადამიანი მეუბნება, რომ საერთოდ არ მჯერა არაფერი, რაც ბიბლიაში ახალ აღთქმაში წერია და აი რა არ გჯერა მეთქი ახლა ძალიან ბევრი რამე წერია, 70 წიგნია ბოლო-ბოლო და აი რა არ გჯერა მეთქი კონკრეტულად და არ მაქვს წაკითხული და თუ არ გაქვს მეთქი წაკითხული, როგორ არ გჯერა და აი რო არ მჯერაო არ ვკითხულობო. ხო და ახლა ამ მდგომარეობაში რა თქმა უნდა ძალიან ძნელია რომ ადამიანთან რამენაირი კონსტრუქციული და ესეთი გონივრული დიალოგი შედგეს. წინასწარი განწყობით აღარ უნდა. ხო, არ მჯერა და არ ვკითხულობ და არ მაქვს. რამდენად სწორია ხოლმე ასეთ დროს პოლემიკაში ჩართვა და რაღაცების მტკიცება, მაგალითების
მოყვანა და ასე შემდეგ. ამან შეიძლება პირიქით თუ რეაქცია გამოიწვიოს და დააბრკოლოს უფრო მეტად ადამიანები. შემთხვევას გააჩნია ალბათ, თუმცა აი ასეთ შემთხვევაში როგორც მე აღწერე, ალბათ აზრი არ ექნება, იმიტომ რომ ადამიანი იმდენად აცდენილია საერთოდ რეალობას და იმდენად მისი, ასე ვთქვათ, ეს წინასწარი განწყობა იმდენად საერთოდ გაუცხოებულია ყველაფრისგან, რომ ჯერ ზოგადად რაღაც გონივრული დამოკიდებულება უნდა გაუჩნდეს საკითხისადმი, თორემ ხლა შეიძლება იგი მართლა არ გეთანხმებოდეს და მართლა პოლემიკაში შემოდიოდეს, თუმცა იმასაც რაღაცნაირი გონივრული დასაბუთება და სწორი განწყობა ჭირდება და არა ის რომ მე არც ვიცი რაზე ვლაპარაკობ, მაგრამ არ მჭირა. ეს რა თქმა უნდა ცოტა რთულია უკვე. მამარჯილ, თქვენ ბრძანეთ რომ აი ნათანაელის გამორჩევის შემთხვევაში საკუთარ ცელი ამბავი ხდება წმინდა სახარებაში. რას გვეუბნება სახარება, რას გვეუბნებიან განმარტებლები, როგორ ხდება ნათანაელის გამორჩევა და რატომ ეთმობა ამხელა ადგილი და ასეთი ცელი ტექსტი ამ მომენტს. რა არის იცით არსებობს ესეთი განმარტება რომელიც წმინდა ივანე ოქროპირის მსოფლიო მოძღვარს ეკუთვნის რომ მიუხედავად იმისა რომ რომელიმე მოციქულზე საუბრობთ ხოლმე რაღაცას თქვათ პეტრეს გულმხურვალებაზე თომას თქვათ ესე ჩაკირკიტებულ ხასიათზე და თითოეული ეს ამბავი რეალურად ეხება ხოლმე ყველას 12-ვეს ამიტომაც თუ ჩვენ საუბრობთ ერთ რომელიმეზე ის რაღაცა თვისება ის ეჭვიანობა იქნება თუ გულმოდგინება თუ სიყვარული თუ სიფრთხილე ის რომელიღაცა მათგანში გამოიკვეთა მეტად თუმცა ეხებოდა ყველას სხვადასხვა დოზით ამიტომაც ის რაც ითქმის ამ შემთხვევაში ნათანაელზე უნდა ვიგულისხმოთ რომ ზოგადად ყველა მოციქულს ეკუთვნის ეკუთვნის იმ მოწადინებას რომელიც უფალმა გამოიჩინა მათ მიმართ. უფალი არ ირჩევს შემთხვევით ადამიანებს. ჩვენ ვხედავთ მაგალითად პეტრე მოციქულის შემთხვევას, შემდეგ უკვე სამოციქულოში წმინდა მოციქულთა საქმეების წიგნში, როდესაც პეტრეს რაღაც შეთავაზებას მოისმენს იგი ღვთისაგან, რომ პეტრე აიღე და ჭამე, რაღაცა ძველი რჯულის თანახმად არაწმინდა ცხოველი და პეტრე ამბობს რომ მე ყრმობიდანვე ბავშვობიდანვე არ დამირღვევია ეს წესი რომ არაწმინდა რამე ანუ არა უწესო რამე მეჭამა და რჯულის გარდამავალი ყოფილიყავი ეს რას უსვამს ხას რას გამოაჩენს ახლა ღვთის წინაშე ნამდვილად არ და ვერ მოიტყუება ადამიანი მით უმეტეს პეტრე მოციქული ეს ხას უსვამს იმას რომ მიუხედავად იმისა რომ ისინი ხშირად არ იყვნენ რანგით ძალიან მაღალი ადამიანები თქვათ იქ თანამდებობის პირები თუ დიდგვაროვნები ისინი ყრმობიდანვე ჭაბუკობიდანვე იყვნენ ძალიან კეთილმორწმუნე და მოწესრიგებული ადამიანები და თვითოული მათგანი სწორედ ასე იქნა შერჩეული. მიუხედავად იმისა, რომ ზოგი მეზვერე იყო, ზოგი მეთევზე იყო და მათ თითქოს და უფრო მარტივად შეეძლოთ ეთქვათ, რომ ვინ ვარ მე ერთი ადამიანი, რომლისას არც გაკეთებულს და არც გაუკეთებულს ჩემი ქვეყნისთვის თუ შემდეგ ხალხისთვის დიდი მნიშვნელობა არ აქვს. არა, ისინი ზედმიწევნით წესიერად იცავდნენ რჯულს და ესეთი ადამიანები გამოარჩია უფალმა. სწორედ ღვთის წინაშე სამაგალითო ადამიანები და არა წარმომავლობით თუ წარჩინებით თუ სხვა ვთქვათ ამქვეყნიური კრიტერიუმით დიდებულად შერაცხული ადამიანები და ეს უბრალო ადამიანები თავიანთი წესიერებით გახდნენ სწორედ ყველასათვის სანიმუშო და დიდებულნი და ნათანაელის შემთხვევაც ხას უსვამს სწორედ იმას რომ არავის არ დატოვებს ღმერთი უყურადღებოდ ნათანაელს რაღაცა ისეთ ზეუბნება უფალი რომელიც მხოლოდ მან იცის სახარებაში ჩანს რომ მე თვითონ უწყებს მაცხოვარი მას ნაწილობრივ საუბარს და ეუბნება რომ მე შენ ლეღვის ქვეშ გიხილე რამოდენიმე განმარტება არსებობს რომ რანაირად მოხდა ეს რას ნიშნავს ეს ლეღვი ზოგი განმარტებით ლეღვი რჯულს ნიშნავს და რჯულის საფარო ქვეშ იყო ზოგი განმარტებით რაღაც ამბავი იყო მის ცხოვრებაში ნათანაელის ცხოვრებაში შეიძლება საფრთხო გამოცხადება შეიძლება რაღაც აზრი რომელიც მას მიეწოდა მომენტში რომელიც მხოლოდ მან იცოდა რომელიც მას არავისთვის არ გაუმხელია და როდესაც უფალმა როგორც ყოვლის ცოდნემ და გულთამხილავმა მას ესეთი რაღაცა შეახსენა მაშინ დარწმუნდა ნათანაელი რომ მის წინაშე იდგა არაჩვეულებრივი ადამიანი და განხრთობილი საღვთო ადამიანი და რა თქმა უნდა ეს უკვე ეტაპობრივად სხვა მოციქულებთან ერთად შეიმეცნებს იმას რომ ღმერთი განკაცდა მოვიდა ჩვენთან ჩვენი ხსნისათვის და სწორ გზაზე გამართვისათვის და ნათანაელი იწყებს აღიარებას რომ უფალი ხარ
შენ ჩემი და ღმერთი ხარ ჩემი და იმართება მათ შორის დიალოგი, გრძელდება ეს დიალოგი, რომელიც ძალიან გავს ასევე სხვა მოციქულებთან, მათ შორის პეტრე მოციქულთან საუბარს. ასე რომ თავარი ალბათ ხაზი რასაც უნდა გაესვას არის ის რომ უფალი გვეძებს ქრისტიანობა ამითი განსხვავდება სხვა რელიგიებისაგან თუ საერთო სახელს გამოვიყენებთ რომ ყველა რელიგიაა რომ ყველა სხვა სწავლა-მოძღვრებაში ადამიანი ეძებს ღმერთს ქრისტიანობა არის ერთადერთი როცა ღმერთი ეძებს ადამიანს და ადამიანის მოვალეობა არის ამ დაძახილზე უბრალოდ უარი არ თქვას ღმერთი გეძახის თავის სუფრაზე და უარი არ უნდა თქვა ამ საერთო სიხარულში მონაწილეობას. თქვენ ბრძანეთ მამა არჩილ მოციქულების შემთხვევაში რომ რა თქმა უნდა ყველაზე ვრცელდება, მაგრამ ყველასთან რაღაც პირადი არის. ნათანაელის შემთხვევა, კარგი შემთხვევაა, გიხილე ისეთ ეუბნება, რითიც ნათანაელი წმუნდება რომ კი ეს არის. აი, რო გადმოვიტანოთ ჩვენ შემთხვევაში და თქვენ ახლა აღნიშნეთ რომ ეს ჩვენი ის რელიგია, ის სარწმუნება რომ ღმერთი ეძებს, ღმერთი იხმობს, ხო? ღმერთი ეპატიჟება საფუძ ტრაპეზზე. და აი პირადი ურთიერთობა ჩვენც რო გქონდეს გააზრებული რომ ყველასთან აქვს ჩვენი პირადი ურთიერთობა ის საერთო ღმერთია სამყარო შემოქმედი ღმერთია რა თქმა უნდა მაგრამ ყველა ადამიანთან აქვს და ჩვენც უნდა გქონდეს პირადი ურთიერთობა და ყველა შემთხვევაში შეიძლება ლეგვის ქვეშ ყოფობა რო განმარტოთ რომ აუცილებლად გაგვახსენდება ის მომენტი რომ ღმერთმა იმ მომენტში გაგვახსენა რომ აქ ვარ გხედავ გიყურებ და რამდენად მნიშვნელოვანია სწორი სარწმუნოებისთვის ეს გავიაზროთ რომ ჩვენთან აქვს მას პირადი ურთიერთობა ჩემი პირადი მასთან კი, რა თქმა უნდა, ეს უნიშნულოვანესია, რომ ჩვენი პირადი ურთიერთობა გვაქვს ღმერთთან. ოღონდ როგორც ყველა შემთხვევაში, აქაც უკიდურესობა იქნება დამღუპველი. ჩვენი რწმენა არ არის მხოლოდ პირადი. იმავდროულად ჩვენი რწმენა არის საეკლესიო, ანუ ერთობაში და სწორი ბალანსის დაცვა უზრუნველყოფს სწორედ ჰარმონიას. ჰარმონიას და ადამიანის ჰარმონიულ დაბალანსებულ განვითარებას, იმიტომ რომ შეიძლება ადამიანი ჩავარდეს უკიდურესობაში, რომ აი კომუნისტების დროს არსებობდა ესეთი საინტერესო ფრაზა, გამოთქმა, როდესაც თქვათ მორწმუნეების ჯგუფს შეეძლო მოეთხოვა რომელიღაცა ტაძრის დაბრუნება. კანონით ეს გაწერილი იყო, რამდენად აღსრულდებოდა ეს სხვა თემა იყო, მაგრამ კანონში ეწერა, რომ აი მორწმუნეებს თუ ისინი შეიკრიბებიან რაღაც 20 კაცი თუ 20-ეული, შეუძლიათ მოითხოვონ ტაძრის გადაცემა რისთვის? სარწმუნოებრივი გრძნობების დაკმაყოფილებისათვის. ხო, რაღაცა ესეთი თითქოს და გასაგები ტერმინია, ფრაზა, მაგრამ მეორეს მხრივ ეს რაღაც გრძნობების დაკმაყოფილება ძალიან ქვედაზიდული ფრაზაა იმასთან შედარებით, რითვისაც მორწმუნე დადის ტაძარში, ნამდვილ გონიერ მორწმუნეებზე ვსაუბრობ. ასე რომ ამ შემთხვევაშიც ძალიან მნიშვნელოვანია სწორად დავინახოთ ეს რომ ჩვენი პირადი ურთიერთობა აუცილებლად უნდა გქონდეს ღმერთთან. პირადი ლოცვა, საკუთარი სიტყვებით ლოცვა აუცილებელია, მაგრამ ვერავითარ შემთხვევაში ჩვენ ვერ მოვწყდებით იმას, რასაც ნიშნავს ის საერთო ლოცვა. თავად სიტყვა ლიტურგია ამას ნიშნავს. ლაოს ხალხის კომპოზიტური სიტყვა ურღოს საქმე, ანუ ესაა სახალხო საქმე, საერთო საქმე, საქმე რომელიც ერთად კეთდება. ყოველთვის თანაზიარება, სხვის გაზიარება, სხვასთან შეერთებას, სხვისთვის საკუთარის გადაცემას და სხვისას საკუთრად გადმოტანას გულისხმობს. ამიტომაც სწორი სარწმუნოება ესაა ყოველთვის სწორი ბალანსი პირადსა და საერთოს, საზოგადოსა და კერძოს შორის. და როგორც ბრძანეთ, არ აქვს მნიშვნელობა იმას, რა თანამდებობა გაქვს და რას წარმოადგენ. ყოველი შენი ქმედება სამაგალითო არის, თუნდაც შენი ოჯახის წევრებისთვის, მეზობლებისთვის, ახლობლებისთვის და შესაბამისად. არის თუ არა სამაგალითო პირველ რიგში სწორი უნდა იყოს. პავლე მოციქული ხომ გვასწავლეს, რომ ერთ სხეულში არის თვალიც, ყურიც, ცხვირიც, ხელიც, ფეხიც, ყველას თავისი ადგილი აქვს. თვალი ყური ვერ გახდება, ყური ცხვირი ვერ გახდება, მაშინ სადღაა ცხვირი, სადღაა ფეხი, სადღაა ხელი. ყველას თავისი ადგილი უნდა ქონდეს, მაგრამ ეს მაინც ქმნის ერთ სხეულსა და ერთფრთლიანობას. მადლობა. დიდი მადლობა. ყოველწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის ანჩის ხატის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი არჩილ ხაციძე გვსწავლობდა და გვესაუბრებოდა. თქვენსაც შესრულდა აღვავნებთ ერთად უფლისადებელი ლოცვა და დაგბრუნდებით გადაცემის სხვა სტუმრებთან ერთად დაგვეულდით. დიდება მაღალთაში ნომერცა
ამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათაშინა, წმინდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვით არცა ცათაშინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა. პური ჩვენი არსობისა, მომეც ჩვენ დღეს და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენი, ვით არცა ჩვენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა. და ნუ შემიყანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსნენ ჩვენ ბოროტისაგან. რამე თუ შენი არს სუფევა, ძალი და დიდება, მამისა, დაძისა და წმინდისა სულისა, აცდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ. მიწყალე ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა ახოცე უჯულოებაი ჩემი. უფროს განბანე მე უჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან გამწმინდე მე. რამე თუ უჯულოებაი ჩემი მეუწყი და ცოდვაი ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის. შენ მხოლოსა შეგცოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ, რათა განმართლე სიტყვათაგან შენთა და ზლოს ჯასა შენსა. რამე თუ ესე რა უჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშამე დედამან ჩემა. რამე თუ ესე რა ჭეშმარიტება შეიყვარე, უჩინონი და დაფარონი სიბნისა შენისანი გამომიცხადენ მე. მას ხორო მე უსუბითა და განწმინდე მე. განბანო მე და უფროს თოვლისაგან სპეტაკნე, მას მინო მე გალობაი და სიხარული და იხარებნე ძვალნი დამდაბლებულნი. გარე მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველი უჯულოებაი ჩემნი ახოცე. გული წმინდა დაბადე ჩემთანა ღმერთო და სული წრფელი განმიახლე გვამსა ჩემსა. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმინდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან. მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისა და სულითა მთავრობისათა დამამტკიცე მე. ვასწავლე უჯულოთა გზანი შენი და უღმრთონი შენ და მოიქცენ. მიხსენ მე სიცხთაგან ღმერთო, ღმერთო ცხოვრებისა ჩემისაო. იხარებდეს ენა ჩემი სიმართლესა შენსა. უფალო, ბაგენი ჩემნი აღახვენ და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა. რამე თუ უკეთუმცა გენება, მსხვერპლი შემცა მეწირა, არამედ საკვერთხი არ აქთნდეს. მსხვერპლი ღმრთისა არს, სული შემოსრული, გული შემოსრული და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხყოს. კეთილი უყა უფალო ნებითა შენითა სიონსა და აღეშენენ ზღუდენი იერუსალიმისანი. მაშინ გთნდეს მსხვერპლი სიმართლისა შესაწირავი და ყოვლად დასაწველი. მაშინ შესწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზვარაკნი. დიდება მამასა და ძესა და წმინდასა სულსა, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ. ალილუია, ალილუია, ალილუია. დიდება შენ და ღმერთო. ალილუია, ალილუია, ალილუია. დიდება შენ და ღმერთო. ალილუია, ალილუია, ალილუია. დიდება შენ და ღმერთო ჩვენო, დიდება შენ და. ღვთისმშობელო ქალწულო გიხაროდენ, მიმადლებულო მარიამ უფალი შენთანა. კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის და კურთხეულ არს ნაყოფი მუცლისა შენისა. რამე თუ მაცხოვარე გვიშევ სულთა ჩვენთა. უფალო დიდება შენ და გადაარჩინე და გამთლიანე საქართველო. უფალო დიდება შენ და გადაარჩინე და გამთლიანე საქართველო. უფალო დიდება შენ და გადაარჩინე და გამთლიანე საქართველო. Sweet
გრძელდება ჩვენი გადაცემა. 1990 წელს დიდმარხვის პირველ კვირა დღეს მართლმადიდებლობის ზეიმზე სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორის დიდი ძალისხმევით კონსტანტინოპოლის მთავარ ეპისკოპოსმა და მსოფლიო პატრიარქმა ყოვლადუწმინდესმა დიმიტრიოს პირველმა საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას გადმოსცა ჩვენი ეკლესიის ისტორიული ავტოკეფალიის ცნობის და დამტკიცების სიგელი ტომოსი. მაშინ დაემთხვა 4 მარტი. ამავე დღეს მსოფლიო პატრიარქმა საქართველოს ეკლესიას უბოძა საპატრიარქო ღირსების დამადასტურებელი მეორე სიგელი, ასე რომ მართლმადიდებლობის ზეიმზე დაგვირგვინდა ჩვენი დიდი პატრიარქების კირიონის, ლეონიდეს, ამბროსისა და მათი თანამებრძოლ მამულიშვილთა მიერ დაწყებული განსაკუთრებული მნიშვნელობის საეკლესიო საქმე და მოციქულთა მიერ დაარსებულმა საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ უძველესი ავტოკეფალიის დამსახურებული საერთაშორისო აღიარება ჰპოვა. ჩვენ ახლა შემოგთავაზებთ ინტერვიუს ამ თემაზე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძესთან, რომელიც ასევე გახლავთ თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორი, თეოლოგიის, ფილოლოგიისა და პოლიტოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. ნახოთ ინტერვიუ. ქართველი ერის ცხოვრებაში არის ისეთი მნიშვნელობის მოვლენები, რომლებიც განსაკუთრებულ და წარუშლელ კვალს ტოვებს მთელი ერის ცხოვრებაში, მის ისტორიაში. ასეთი მნიშვნელობის მოვლენაა საქართველოს უძველესი სამოციქულო ეკლესიისთვის ჯერ ავტოკეფალიის მოპოვება, ხოლო შემდგომ მისი საყოველთაო აღიარება. ჩვენმა საზოგადოებამ კარგად იცის, რომ 1811 წელს რუსეთის იმპერატორის არაკანონიკური გადაწყვეტილებით, რაც იყო მსოფლიო კრებათა კანონების ყოვლად უხეში დარღვევა, გაუქმდა უძველესი ავტოკეფალია. ქართველი ერის მოწინავე ნაწილი, მათ შორის წმინდა პატრიარქები, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა მღვდელმთავრები, საერო პირები, საზოგადო მოღვაწენი არ შეგვიებიან ამ ფაქტს და მათი საერთო ძალისხმევა იყო მიმართული იმისკენ, რომ ეს უძველესი ავტოკეფალია საქართველოს ეკლესიას კვლავ დაებრუნებინა. ეს იყო ერთგვარად გამთლიანება საქართველოს საზოგადოების მოწინავე ნაწილის, რომ სიცოცხლის გაწირვის ფასად, ყოველგვარი ძალისხმევის ფასად ეკლესიას დაბრუნებოდა მისი უძველესი ავტოკეფალია, რაც გულისხმობდა ისტორიული სამართლიანობის აღდგენას. ჩვენმა საზოგადოებამ ასევე კარგად იცის, რომ 1917 წლის 12 მარტს ძველი სტილით, ხოლო ახალი სტილით 25 მარტს საქართველოს უძველეს და წმინდათა წმინდა ტაძარში, სვეტიცხოველში გამოცხადდა ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენა, რამაც საყოველთაო სიხარული გამოიწვია მთელს ქართველ ერში. თუმცა სამწუხაროდ უნდა ითქვას, რომ ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების უდიდესი ნაწილი საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიას არ აღიარებდა. ასევე არ აღიარებდნენ ისინი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქო ღირსებას და სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ტიტულს, რაც რა თქმა უნდა ძალიან დიდ დაბრკოლებას ქმნიდა ეკლესიის სრულყოფილი მსახურებისთვის. საერთაშორისო ასპარეზზე ეს რა თქმა უნდა ცხადი იყო, რომ საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია აბსოლუტური უმრავლესობისთვის აღიარებული არ იყო და ბუნებრივია ასეთ დამოკიდებულებასთან შეგუებაც შეუძლებელი იყო. ასე გაგრძელდა 1990 წლის 4 მარტამდე, როდესაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს უწმინდეს და უნიტარის ილია მეორეს კონსტანტინოპოლში, კონსტანტინოპოლის მთავარ ეპისკოპოსმა და მსოფლიო პატრიარქმა დიმიტრიოსმა გადასცა საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის უძველესი ავტოკეფალიის ცნობისა და მტკიცების სიგელი. ასევე საპატრიარქო ღირსების და საპატრიარქო ტიტულის აღიარებისა და ცნობის და მტკიცების სიგელი, რაც რა თქმა უნდა უმნიშვნელოვანესი მოვლენა იყო. სავსებით სამართლიანად აღინიშნა ქართველ ერში ამ ფაქტის მნიშვნელობა, რომ ამ ირიდან უკვე საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიას ვეღარავინ ვეღარ მოექცეოდა ისე, როგორც ეს მოხდა 1811 წელს. რა თქმა უნდა, წლების განმავლობაში, როდესაც ვერ მოხერხდა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საყოველთაო ავტოკეფალიის აღიარება, ამის უმთავრესი მიზეზი იყო ის მწირი საბუთები, რითაც შეიძლებოდა დადასტურება ამ უძველესი ავტოკეფალიის. საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ აღსაყდრების დღიდან მისდან დაისახა, რომ
აუცილებელი იყო ყოველგვარი ძალისხმევის ფასად ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების მხრიდან საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარება. სიონის საკათედრო ტაძარში გაიმართა მე-12 საეკლესიო კრება, რომელმაც ღვთისნებით საქართველოს უძველესი სამოციქულო ეკლესიის ტახტზე საქართველოს ეკლესიის საჭედპრობელად კათოლიკოს პატრიარქად აირჩია უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე. ბუნებრივია, რომ ამ გზაზე, რაც პატრიარქს ჰქონდა მიზნად დასახული, უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა როგორც ადგილობრივ საისტორიო წყაროებს, ისევე უცხოურ ენაზე არსებულ საისტორიო წყაროებს, მათ შორის კანონიკური სამართლის უდიდესი სპეციალისტების კომენტარებს სოფლიოს საეკლესიო კრებების კანონებზე. კათოლიკოს პატრიარქი ძალიან დიდ თანმიმდევრულობას და ძალისხმევას იჩენდა, რომ ამ საისტორიო ფაქტებზე დაყრდნობით შესაძლებელი გამხდარიყო ავტოკეფალიის აღიარება ყველა ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ. მისმა განსწავლულობამ, მისმა თანმიმდევრულმა და მტკიცე პოლიტიკამ თავისი სასურველი შედეგი გამოიღო. საქართველოს საპატრიარქოს არქივი ინახავს წერილებს, რომლითაც პატრიარქი მიმართავდა ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების მეთაურებს, მათ შორის სოფლიოს საპატრიარქოს, ალექსანდრიის, ანტიოქიის, იერუსალიმის ეკლესიების მეთაურებს და ამ ისტორიულ ფაქტებზე დაყრდნობით და იმ უდიდესი ტრადიციის გათვალისწინებით, რაც უკავშირდება საქართველოს უწმინდეს ეკლესიას და ემტკიცებინა და ეჩვენებინა მათთვის, რომ ისტორიული ავტოკეფალიის აღდგენა აუცილებელი იყო და რომ ეს იქნებოდა, რა თქმა უნდა, ის სამართლიანობა, რასაც ეკლესია ყოველთვის უნდა ეფუძნებოდეს. გადამწყვეტი მნიშვნელობის მოვლენა იყო როდოსზე გამართული კრება, რომელსაც სოფლიო ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების უმაღლესი წარმომადგენლები ეწრებოდნენ. პატრიარქის მტკიცე პოზიციამ, შეუალმა პოზიციამ, მისმა ძალისხმევამ, რომ ეს არის ისტორიული სამართლიანობა საქართველოს ეკლესიისთვის და არაღიარება საქართველოს ეკლესიის უძველესი ავტოკეფალიის არის დანაშაული და ყოვლად შეუსაბამო ეკლესიური ცხოვრებისთვის და რა თქმა უნდა იმ ტრადიციისთვის, რაც ამ ეკლესიასთან არის დაკავშირებული, თავისი სასურველი შედეგი გამოიღო, დაიწყო მოლაპარაკებები მსოფლიოს საპატრიარქოსთან, რომ არა ახლად მინიჭებოდა საქართველოს ეკლესიას ავტოკეფალი, არამედ მომხდარიყო იმ უძველესი ავტოკეფალიის აღიარება. პატრიარქი ამასთან დაკავშირებით უაღრესად მტკიცე პოზიციას იჩენდა და როდესაც 1990 წელს სოფლიო პატრიარქმა დიმიტრიოსმა ეს რწმუნებისა და მტკიცების სიგელები გადასცა კათოლიკოს პატრიარქს, რაც უკავშირდება ამ ისტორიული ავტოკეფალიის აღიარებას, საპატრიარქო ღირსებას და პატრიარქის ტიტულს, ეს იყო უკვე საბოლოო გამარჯვება და დაგვირგვინება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიისთვის ბრძოლისა, რაშიც განსაკუთრებულია ღვაწლი კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორისა. ქართველი ერისთვის ყოველთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ეკლესიურ ცნობიერებას, ისევე როგორც ეროვნულ ცნობიერებას და ის მოვლენები, რაც საქართველოს ეკლესიასთან არის დაკავშირებული, უდიდესი ყურადღების ქვეშ არის ყოველთვის. ასეთი მნიშვნელობის მოვლენა, რა თქმა უნდა, აღინიშნება დიდი მარხვის პირველ კვირას, როდესაც მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს მართლმადიდებლობის ზეიმს, რაც მართლმადიდებლობის საბოლოო გამარჯვებას ნიშნავს იმ ერესებზე, რომელიც დრო და დრო სხვადასხვა ეპოქაში თავს იჩენდა ეკლესიის წიაღში, უპირისპირდებოდა ჭეშმარიტ მოძღვრებას და ეს საყოველთაო დღესასწაულია მთელი მართლმადიდებელი ეკლესიისთვის. ამ მოვლენას საქართველოში, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხვედ ქვეყანაში, უდიდესი ღირსების მქონე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიაში ასევე ემატება იმ მოვლენის აღნიშვნა, რასაც ადგილი ჰქონდა კონსტანტინოპოლში 1990 წლის 4 მარტს, როდესაც ისტორიულ სამართლიანობაზე აქცენტირებით სოფლიო პატრიარქმა დიმიტრიოსმა საქართველოს უწმინდეს კათოლიკოს პატრიარქს ილია მეორეს საზეიმო ვითარებაში გადასცა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის უძველესი ავტოკეფალიის ცნობისა და მტკიცების სიგელი და ამასთან ერთად საპატრიარქო ტიტულის ცნობისა და მტკიცების სიგელები. ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია საპატრიარქო ღირსებაში იყო აყვანილი ჯერ კიდევ უძველეს დროში. კათოლიკოს პატრიარქად უკვე იწოდება მელქისედეკი მე-11 საუკუნეში, რაც ხას უსვამს იმას, რომ
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიას საპატრიარქო ღირსება გააჩნია. ავტოკეფალიისთვის ბრძოლა ურთულესი იყო და უდიდეს მადლიერებას იმსახურებს ყველა ის საერო თუ სასულიერო მოღვაწე, რომელმაც უდიდესი ძალისხმევა მიმართა და სიცოცხლის გაწევის ფასად იბრძოდა ამ ავტოკეფალის მოპოვებისთვის და ამავე დროს ასევე უდიდესი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ ამ ავტოკეფალის უკვე მოპოვებული ავტოკეფალის საყოველთაო აღიარება მოხდა 1990 წლის 4 მარტს, რასაც ჩვენი წმინდა მართლმადიდებელი ეკლესია მართლმადიდებლობის ზეიმზე აღნიშნავს ყოველწლიურად. და ამ აღიარებაში სრულიად განსაკუთრებულია საქართველოს უწმინდესი და უნიტარესი პატრიარქის ილია მეორის ღვაწლი. ეს არის ის ღვაწლი, რომელმაც საბოლოოდ დაუსვა წერტილი ყველა იმ გაურკვევლობას და კითხვას, რაც შეიძლებოდა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის უძველეს ავტოკეფალიასთან არსებულიყო. ბუნებრივია, რომ მთელი ერისთვის ასეთი მნიშვნელობის მოვლენა უყურადღებოდ ვერ დარჩება, რამდენადაც საქართველოს მოსახლეობის ყურადღება ყოველთვის არის ეკლესიისკენ, საქართველოს პატრიარქისკენ, მისი უდიდესი ღვაწლისკენ, რა თქმა უნდა და ბუნებრივია, რომ უპირველესად ეს მილოცვა ეკუთვნის პატრიარქ ილია მეორეს, მის უწმინდესობას, რომელმაც განუზომელი ღვაწლი და ამაგი დასდო საქართველოს ჩვენს ხალხს. და უდიდესი სიმშვიდის საფუძველია ჩვენთვის, რომ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ღვთისნებით და ღვთის დახმარებით, სულიერი მხნეობით ევედრება მერს მთელი საქართველოსთვის. ჩვენ კიდევ ერთხელ აღვნიშნოთ, რომ განსაკუთრებული მოვლენაა ჩვენთვის მართლმადიდებლობის ზეიმზე ის ფაქტი, რომ აი მართლაც როგორც აღნიშნა მამა გიორგიმ პროტოპრესვიტერმა ძალიან დიდი შრომის შედეგად მოხდა აღიარება. ამ თემაზე საუბარი გვექნება სტუდიაში, სტუმარი შემოგვიერთებს ცოტა ხანში, მანამდე კი გვაქვს ჩართვა. ჩართვა კი ანსამბლი დიდგორი კონცერტისთვის ემზადება, რომელიც ხვალ კახეთში გაიმართება და მანთან ერთად ასევე მონაწილეობას მიიღებს ადგილობრივი გუნდები. ჩვენი ჟურნალისტი ნინო გელაშვილი სტუმრობს დიდგორის წევრებს და უფრო მეც ჩართვიდან მოგუყვება. დილამშვიდობის ნინო. დილამშვიდობისა. გალობელ მომღერალთა გუნდი დიდგორი უკვე 22 წელი აქტიურად ემსახურება ქართული კულტურის პოპულარიზაციას და ქართველი მსმენელის განებივრებას აგრძელებს. ამჯერად ანსამბლი კახეთში კონცერტისთვის ემზადება. თუ როგორ მიმდინარეობს რეპეტიციები, ამის შესახებ გალობელ მომღერალთა გუნდის წევრი გივი აბესაძე უფრო ცლად მოგუყვება. გივი, დილამშვიდობისა. როგორ მიმდინარეობს სამზადისი კონცერტისთვის მოგვიყევით? ძალიან კარგად, ძალიან გვიხარია რომ კახეთში მივემგზავრებით. ეს ჩვენი პირველი ვიზიტი არ არის კახეთში, თუმცა ამ პროექტით პირველად მივდივართ და ძალიან სასიამოვნოა ის ფაქტი, რომ შევხვდებით ბავშვთა ახალგაზრდა ანსამბლებს, ეს იქნება ქვემო ალვანში, ფოლკლორის სახლის გალობელთა მომღერალთა გუნდი და ეს იქნება ალავერდის ეპარქიასთან არსებული სკოლის გალობელ მომღერალთა გუნდი ახალნერგი. ჩვენთვის ორმაგად საპასუხისმგებლოა ეს გასვლა, რადგან მოგახსენეთ რომ ახალგაზრდებს უნდა შევხვდეთ, ეს იქნება ერთგვარად ჩვენი გამოცდილების გაზიარება და რა თქმა უნდა იმ ახალი ენერგიის და ახალი შემართების შემომატება ჩვენს ანსამბლში, რაც ამ შეხვედრას აუცილებლად თან მოყვება. პროექტი ახსენეთ თქვენ და უფრო ცლად რომ გითხრათ რა პროექტი არის და რა პროექტის ფარგლებში ტარდება კონცერტი კახეთში. ეს პროექტი ჩვენი ინიციატივით დაახლოებით ალბათ 15 წლის წინ პირველად წავედით ნიქოსში და ხევში, ყაზბეგში და მას შემდეგ ვცდილობთ რომ გარკვეული პერიოდულობით ამ პროექტის ფარგლებში ვიმოგზავროთ საქართველოში. ამ პროექტის მიზანია, რა თქმა უნდა, ჩვენი სამშობლოს გაცნობა და ჩვენი რეპერტუარის გაცნობა იმ ხალხისთვის, ვინც ადგილზე დაგვხვდება მსმენელი და ჯერჯერობით ძალიან კმაყოფილი ვართ, გვიხარია მოგზაურობა საქართველოში და მის ფარგლებს გარეთაც, რა თქმა უნდა, და ვცდილობთ რომ სხვადასხვა პროექტები, რა თქმა უნდა, კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით განვახორციელოთ და მომავალშიც იმედი გვაქვს რომ ესე გავაგრძელებთ. როგორია თქვენი რეპერტუარი? რეპერტუარი მრავალფეროვანია, როგორც თბილისური ანსამბლების უმეტესობა, ჩვენ ვცდილობთ რომ შევეხოთ ყველა კუთხეს საქართველოსი, თუმცა გუნდის შემადგენლობიდან გამომდინარე, ჩვენი წარმომავლობიდან გამომდინარე, სხვადასხვა კუთხიდან ვართ ყველანი მაინც ვცდილობთ რომ მავქონდეს იმ კუთხეებთან, რომელსაც წარმოვადგენთ და შესაბამისად რეპერტუარშიც ჭარბობს ისეთი სიმღერები, რა კუთხის წარმომადგენლებიც არიან ანსამბლში.
ძალიან საჭირო ინფორმაცია გაჟღერდა ახლაც, თუმცა ალბათ უფრო სხვანაირად უნდა მეკითხა, კახეთში რას შეასრულებთ მსმენელის წინაშე? კახეთში რა თქმა უნდა სრული სპექტრით წავდგებით, ვიმღერებთ რა თქმა უნდა კახურ სიმღერებსაც, თუმცა მეტწილად ალბათ უფრო მრავალფეროვანი პროგრამით ვიქნებით წარმოდგენილი. და ბოლოს მინდა კითხოთ სამომავლო გეგმების შესახებ. როგორია თქვენი სამომავლო გეგმები? წელს ძალიან ამბიციური გეგმები გვაქვს. გვინდა რომ ჩავწეროთ ერთი ალბომი მაინც, რომელიც განსაკუთრებული იდეის მატარებელი იქნება, ამას შემდეგ უკვე მოგვიანებით ვისაუბრებთ ამაზე. ასევე მივემგზავრებით კახეთის შემდეგ ოსლოში, სადაც ოსლოს საერთაშორისო ფესტივალში, საეკლესიო მუსიკის ფესტივალში მივიღებთ მონაწილეობას. ასევე გეგმავთ განსაკუთრებულ კონცერტს, რომელიც არ იქნება მხოლოდ ესე ვთქვათ საანგარიშო კონცერტის სახის და კიდევ ვიმოგზავრებთ საქართველოში აუცილებლად. ჩვენ გვაქვს ასევე მეორე პროექტი, ამღერებული მუზეუმი და მის ფარგლებში უკვე საზაფხულო პერიოდში ვიმოგზავრებთ რომელიმე კუთხეში, ჯერ შერჩევის პროცესში ვართ. ძალიან დიდი მადლობა და ახლა მინდა გთხოვოთ რომ თქვენს გუნდის წევრებს შეუერთდეთ და ისეთი სიმღერა შეგვისროლთ, რომელიც დილის განწყობას მოუხდება. კი ბატონო, ახლა გურულ სიმღერას ვიმღერებთ და ესეთი ომახიანად გავემგზავრებით კახეთში. კი ბატონო. ძალიან დიდი მადლობა ნინის ანსამბლს წარმატებები, რა თქმა უნდა. დარწმუნებული ვარ, კიდევ არაერთი საინტერესო პროექტით წარსდგებიან მაყურებლებისა და მსმენელების წინაშე და ჩვენს ეთერშიც არაერთხელ მოვუწევთ, ვივედოვნებთ უკვე ეთერში შეასრულებენ არაერთ მნიშვნელოვან და ღირებულ ნომრებს, ასე ვთქვათ, მუსიკალურ ნომრებს. დაველოდოთ მათ წარმატებას, ჩვენ კი ვაგრძელებთ ერთგვარად თემას, რომელზეც გვქონდა სიუჟეტი და კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ მართლმადიდებლობის ზეიმია კვირას და ზოგადად ყველა ქრისტიანისთვის მართლმადიდებლებისთვის, თუმცა საქართველოს ეკლესიისთვის განსაკუთრებული დღეა. ვინაიდან როგორც იცით, 1990 წლის 4 მარტს, მაშინ სწორედ 4 მარტს დაემთხვა მართლმადიდებლობის ზეიმი, მოხდა აღიარება ცნობა უძველესი საქართველოს ავტოკეფალური ეკლესიის აღიარების ავტოკეფალიისა და სწორედ ამ თემაზე გვყავს ჩვენ სტუმარი, შემოგვიერთა ისტორიკოსი ქალბატონი ქეთევან პავლეაშვილი, ქალბატონი ქეთევან დილომშვიდობისა და მადლობას გიხდით წინასწარ გილოცავთ მართლმადიდებლობის ზეიმს, გილოცავთ იმ მოვლენას, რადგან ჩვენ გვინდა ვისაუბროთ და აი პირდაპირ ამით დავიწყებ რატომ არის მოვლენა გასაგები რო გახდეს კიდევ ერთხელ, იმიტომ რომ ჩვენ რაღაცებს ვეგუებით ხოლმე ადამიანები. მაგალითად ახალგაზრდებისთვის ან უკვე ამ ეპოქაში დაბადებული ადამიანებისთვის ჩვეულებრივი ამბავია, იმიტომ რომ გაჩნდნენ უკვე დამოუკიდებელ საქართველოში, გაჩნდნენ ეკლესიას, რომელსაც ეგ ავტოკეფალია, მაგრამ რა ბრძოლა უძღოდა ამას, რა შრომა უძღოდა და რისთვის იყო ეს შრომა საჭირო? ამაზე ვისაუბროთ, რა მნიშვნელობა აქვს ავტოკეფალიას და რატომ იყო საჭირო ის
მისი უწმინდესობის წინამძღოლობით და საერო და საეკლესიო პირების დიდი შრომით და ძალისხმევით, რომ მომხდარიყო ეს ცნობა და აღიარება. მოგესალმებით დილამშვიდობისა თქვენ და თქვენს მაყურებლებს სრულიად საქართველოს. ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანი შეკითხვა არის ეს. მართალია ამაზე საუბარს საკმაოდ დიდი დრო უნდა, მაგრამ მე შევეცდები რომ მოკლედ და გასაგებად გადმოვცე. საერთოდ ზოგადად რელიგიას და განსაკუთრებით ქრისტიანობას ყოველთვის ჰქონდა სახელმწიფოებრიობის არსებობაში უმნიშვნელოვანესი დატვირთვა. მით უფრო თუ ეროვნულ სახელმწიფოებრიობაზე იყო საუბარი. ყველა ქვეყანა, ყველა ისინი, რომელთაც მიიღეს ქრისტიანობა სახელმწიფო სარწმუნოებად, მათთვის იდეოლოგიის ბურჯი და საყრდენი იყო ეკლესია. ამ მხრივ საქართველოს გამონაკლისი ნამდვილად არ ყოფილა, იმიტომ რომ თუ სადმე რომელიმე ქვეყანაში, რომელიც ქრისტიანია, მის ეკლესიას ჰქონდა უდიდესი დატვირთვა ეროვნულობაში, მენტალობის შენარჩუნებაში, სახელმწიფოებრივ დამოუკიდებლობაში, თვითონ სახელმწიფოს მშენებლობაში და სახელმწიფოს დაცვაში გარე ძალისაგან, ამას დიდებულად ასრულებდა საქართველოს ეკლესია. ძნელად მოიძებნება მსოფლიოში ისეთი ეკლესია, როგორიც საქართველოა ამ მიმართულებით მუშაობაში. საერთოდ საქართველოს ეკლესიას, ისევე როგორც ჩვენს ქვეყანას, დაალხინებული ცხოვრება არ ქონია. ალბათ ზედიზედ რამდენიმე წელი შეიძლება ვთქვათ, როდესაც საქართველოს იყო დამოუკიდებელი. დამოუკიდებელ საქართველოს იდეოლოგიური ღერძი, ბურჯი იყო საქართველოს ეკლესია. გარე ძალები ყოველთვის დაინტერესებულნი იყვნენ დიდი იმპერიები საქართველოსთი, როგორც ცივილიზაციათა გზაჯვარედინზე მდებარე ქვეყანები. და მათ ძალიან კარგად იცოდნენ, რა ფუნქცია ჰქონდა ჩვენს ეკლესიას სახელმწიფოსთვის. ამიტომ დარტყმის ობიექტი თავდასხმამდე იყო საქართველოს ეკლესია. შეიძლება რაღაცა გასაკვირიც იყოს თითქოს, მაგრამ ისე წარიმართა ჩვენი ქვეყნის ცხოვრება, რომ საქართველოს ეკლესია არც ერთ დამპყრობელმა არ გაუქმა ავტოკეფალია. მართალია ებრძოდნენ ეკლესიას შიდარღვევისთვის, მაგალითად ირანი, როდესაც იქ შეიქმნა ქრისტიანული ეკლესია, არაკანონიკური, არასწორი, მაგრამ შეიქმნა, ცდილობდა ასეთივე ეკლესია ყოფილიყო საქართველოს ეკლესიაში და ებრძოდა. ეს მიმდინარეობდა მეოთხე საუკუნის მიწურულიდან ვიდრე არაბების გამოჩენამდე და საქართველოს ეკლესიამ შეინარჩუნა ეს ეროვნული ბურჯის ფუნქცია სახელმწიფოსთვის. ამიტომაც გადარჩა ჩვენი ქვეყანა, არ გახდა მაგალითად სომხურ გრიგორიანული ან სპარსული, ხო იქ მანითებელობა ჩნდება და ასე შემდეგ. თვითონ ჩვენმა ეკლესიამ ავტოკეფალიისთვის ბრძოლის რამოდენიმე ეტაპი გამლო. პირველი ეს იყო მოპოვება ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის, რომელიც მოდის ვახტანგ გორგასალის სახელზე. ვახტანგ გორგასალი ჩვენი უწმინდესი ხშირად ახსენებს ხოლმე მას და განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს და რატომ? ეს იყო საერთაშორისო მასშტაბით მოაზროვნე პიროვნება, რომელიც უყურებდა, რადგან ჩვენ ყოველთვის ორიენტაცია დასავლეთისკენ მქონდა, ის უყურებდა ბიზანტიაში განვითარებულ მოვლენებს. ის ხედავდა, როგორ ხდებოდა პირველი ავტოკეფალური სამოციქულო ეკლესიების, რომელიც მოციქულებმა დააარსეს, მათი კონცენტრაცია და ერთ დიდ ეკლესია ჩამოყალიბება, როგორიც იყო კონსტანტინოპოლის, ანტიოქიის, ალექსანდრიის, ასე შემდეგ. და დაიწყო მეცადინეობა იმისთვის, რომ ქართულ ეკლესიას მოეპოვებინა დამოუკიდებლობა. ახლა საქმე იმაშია, რომ ყველა დანარჩენი ეკლესიები, რომელიც ავტოკეფალური იყო მოციქულთა კანონების თანახმად, მხოლოდ მაშინ ჯერ მოციქულთა კანონები იყო, ისინი შთანთქეს, გადაყლაპეს დიდმა ეკლესიებმა. საქართველოს ეკლესია თავის სახელმწიფოსთან ერთი ვეწო იყო იმათთან შედარებით, ხო? ამიტომ რადგან საქართველო
არ იყო ბიზანტიის დამპყრობელი ბიზანტიის არეალში მოქცეული და ის ცალკე იყო. ამიტომ ჰქონდა უდიდესი შანსი საქართველოს ეკლესიას ყოფილიყო ავტოკეფალური. ეს გათვალა და განსაზღვრა ვახტანგ გორგასალმა. ამით არის ის დიდი და მოიპოვა კიდეც. ქართულ მეცნიერთა შორის ძალიან ბევრი კამათი ყოფილა სულ ზოგი ამბობდა რომ 11 საუკუნეში იყო, ზოგი მე-5 და ასე შემდეგ, მაგრამ ეს კამათი ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს. საქართველოს ეკლესია ვახტანგ გორგასალს უკავშირდება როგორც კანონიკური და როგორც ავტოკეფალური ეკლესია. ამის შემდეგ იწყება ცოტა სხვა კუთხით ბრძოლა ამ ავტოკეფალობისთვის. იმიტომ რომ მაშინ არანაირი დოკუმენტი არ შექმნილა, არც მსოფლიო საეკლესიო კრებებზე არ გატანილა ეს საკითხი, რომ ეღიარებინათ რომ საქართველოს ეკლესია არის ავტოკეფალური, ამიტომ ბერძნები ამით სარგებლობდნენ. ისინი თავიანთი კულტურის და რელიგიის ცენტრად წმინდა ათონის მთას მოიაზრებდნენ. იქიდანაც კი დევნიდნენ ქართველებს მოგეხსენებათ იმ ხალხს, რომლებიც პირველი შევიდნენ, შეიძლება ითქვას აქ და პირველი მონასტერი დაარსეს და იქიდან ბარტყებივით გამრავლდნენ დანარჩენები, ხო? და აი გავიხსენოთ გიორგი მთაწმინდელის დიალოგი ყველასთვის ცნობილი პასუხი, ხომ? ამით რა მოხდა, რადგან მას დოკუმენტი არ აქვს და ედავებიან ამ შემთხვევაში უკვე ბერძნები და მინდა გითხრათ, რომ სერიოზული მტრები იყვნენ ყოველთვის ბერძნები საქართველოს ეკლესიის, ყოველთვის ბიზანტია და მერეც და ამას ყველა ისტორიული საბუთი ლაპარაკობს. და იქ უკვე პასუხი გასცა ზეპირ სიტყვიერად, რა საკვირველია, გიორგი მთაწმინდელმა და აქ უკვე დაიხურა ეს საქმე და კამათიც შეწყდა. შემდეგ უკვე ძალიან დიდი დრო გავიდა ეფესოს კრებაზე, მსოფლიო კრებაზე ნახსენებია საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია, მაგრამ დოკუმენტი სიგელი შეიძლება ითქვას იმისა, რომ ქართული ეკლესია არის ავტოკეფალური დამოუკიდებელი არ არსებობს. თუმცა აქ ყველაფერი ხდება მირონის ხარშვა, კურთხება, ყველა წესი რაც ეკუთვნის სწორედ ავტოკეფალურ ეკლესიას. და აი ამ ძალიან დიდი შესვენების ბწყალებში რო თქვა შემდეგ მოდის მე-19 საუკუნე, როდესაც არაჩვეულებრივად ისაუბრა ამაზე მამა გიორგი, მე აღარ გავამახვილებ ამაზე ყურადღებას, იწყება ახალი ეტაპი, შეიძლება ითქვას ყველაზე მწვავე და გაშმაგებული ეტაპი ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარებისათვის, დამოუკიდებლობისთვის. ეს მაშინ, როდესაც არანაირი დოკუმენტური საფუძველი ხელში არ უჭირავთ ქართველებს, სამაგიეროდ ისინი მუშაობენ წყაროებზე, არქივებში, კრიბავენ და აი ასე წარდგებიან 1906 წელს, როდესაც ჩატარდა სპეციალურად კრება, რუსეთის ეკლესიამ ჩაატარა უწმიდესი სინოდის კრება, სადაც საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხი იყო განხილული და რითი დამთავრდა მოგეხსენებათ. ესეც რუსეთმა იმიტომ დაუშვა, რომ რევოლუციურ სიტუაციაში იყო და აღარ უნდა გაემწვავებინა ქართველების, ასე ვთქვათ, იმიტომ რომ ისინი ქართველებს ბუნტავშიკებს ეძახდნენ, იმიტომ რომ დღიდან 1801 წლიდან შეიძლება ითქვას წელი არ იყო, რომ ქართველები ქართველებს არ გამოეხატათ პროტესტი აჯანყების სახით და აქიდგა ორად-ორი საკითხი სახელმწიფოებრიობის აღდგენის და ეკლესიის ავტოკეფალიის. გურიის ამბოხების გარდა არც ერთ 40-იან წლებს გულისხმობ მე-19 საუკუნის არც ერთ ამბოხებაში არ ყოფილა სოციალური საკითხი. ასეთ მძიმე მდგომარეობაში საქართველოს არ დაუყენებია სოციალური საკითხი, იბრძოდნენ ეროვნული ეკლესიის და სახელმწიფოების ადგენისათვის. ეს იცით როგორ იყო გადაჯაჭვული ერთმანეთს და რაღაც თანამედროვეობასთან ძალიან მიახლოვებით ვხედავ ყველაფერს ამას. მოკლედ ასე იყო თუ ისე ქართველები იბრძოდნენ და ავტოკეფალისტებს არ შეუჩერებიათ ბრძოლა. მოდის მე 1917 წელი მამა გიორგი მარაჩვეულებრივად ისაუბრა ამაზე და რა მოხდა?
რუსები გვეუბნებიან რომ კი ბატონო მოგცემთ ავტოკეფალიას მხოლოდ ეროვნული ნიშნით. ჩვენ ვიცით რას ნიშნავს ეროვნული ნიშნით, მხოლოდ ქართველებზე უნდა გავრცელებული იყოს, რაზედაც საქართველოს ეკლესია არ დაეთანხმა. ამიტომ ღიად დატოვა რუსეთმა ეს, მით უფრო სამოქალაქო ომი დაიწყო იქ და მოდის ავად სახსენებელი 20-იანი წლები. კი ბატონო, ძალიან საინტერესოდ საუბრობდა, ეტაპობრივად რაც რო გეყობა მივყვეთ. მე აი ვცდილობ რომ ყველა ეტაპი თავიდანვე წლები მართლაც ავად სახსენებელი. და აი მოვიდა 20-იანი წლები. 20-იან წლებში რუსეთის ეკლესიას სერიოზული პრობლემა აქვს. 1917 წლიდან ქართველ ავტოკეფალისტებს რუსეთის ეკლესია ეუბნება და რუსეთის სახელმწიფო ეუბნება რომ ჩვენ პატრიარქობის აღდგენა გვინდა. რუსეთში პატრიარქობა არ არის, პეტრე პირველმა გააუქმა მე-17 საუკუნის მიწურულში და ნუ ეს იყო ტრაგედია მათთვის, ხო? ოღონდ მხარი დაგვიჭირეთ რომ ჩვენ მოთხოვნაზე დროებითი მთავრობის წინაშე და შემდეგ საბჭოთა ხელისუფლების დროს რომ საქართველოს თქვენი eklesis ავტოკეფალიასთან ერთად სრულყოფილ ავტოკეფალიაზე აქ ლაპარაკი ასევე აღიაროს ჩვენთვის პატრიარქობის ინსტიტუტის აღდგენა და იქ საარქივო დოკუმენტებში ისეთი კარგად ჩანს ქართველი გულუბრყვილო შეიძლება ითქვას ავტოკეფალისტებისთვის აი ალალად გულუბრყვილო ხალხი რომელთაც ჯეროდათ რუსეთის აი ეს რო თუ კი მხარს დაუჭერდნენ მათაც ეშველებოდათ მაგრამ რასაკვირველი ეს ასე არ მოხდა ძალიან ცნობილი ყბადაღებული პიროვნება დურნოვო რომელსაც სამწუხაროდ ბევრი ისტორიკოსი ძალიან დადებითი კუთხით წარმოაჩენს მართალია მას აქვს ნაშრომი ამაზე და იქ ეგზარქოსობის პერიოდს ძალიან ისე ცუდად იხსენიებს მაგრამ ეს არის პიროვნება, როდესაც საქართველოს ეკლესიამ 17 წელს ავტოკეფალია გამოაცხადა, მან მხარი დაუჭირა ეროვნულს და არა ტერიტორიულს. აი იქ უკვე გამომჟღამდა ის პიროვნება, რაც არის და შემდგომ რამის მტრად დაუდგა საქართველოს ეკლესია. ხალხთან ქეთევან, ჩვენი დრო არ არის ბევრი და არა, ისე კარგად საუბრობთ, მართლაც დიდი ხანი გვინდა გისმენთ, უბრალოდ აი უკვე ნელ-ნელა რომ მივიდეთ იმ პერიოდამდე, რაც ჩვენ საუბრობთ 90-იანი წლები როგორ მომზადდა და ამასაც წლები უძღოდა წინ, აი ყველა მისთვის რომ მისი უწმიდესობა ჯერ კიდევ მღვდელმთავრობის პერიოდიდან ზრუნავდა. აი წეგან მე ვახსენე ვახტანგ გორგასალი. ეხლა გადავიდეთ პატრიარქზე. ზუსტად ასეთი საერთაშორისო მასშტაბის მოაზროვნისთან გვაქვს საქმე. ამას ვამბობ სრული პასუხისმგებლობით, როგორც არა მორწმუნე, მიუხედავად იმისა, რომ ეკლესიურად ცხოვრობდა მორწმუნე ვარ, არამედ როგორც მეცნიერი. და რატომ? როგორც კი დაიწყო ეგრეთ წოდებული პერესტროიკა და მიეცათ საბჭოთა კავშირში არსებულ უამრავ სახელმწიფოს დამოუკიდებელი ყოფილიყვნენ ეს გათვალა პატრიარქმა და სახელმწიფოებრიობის ცალკე გამოყოფასთან ერთად დააყენა ავტოკეფალიის საკითხი. სხვათა შორის მანამდე მის წინამორბედი პატრიარქი ხშირად როგორც პატრიარქი აღნიშნავს ესაუბრებოდა ხოლმე აი ამ ავტოკეფალიის აღდგენის საკითხებზე და პატრიარქს აქვს აღნიშნული რომ აი წყემს თავრობის დაწყებისთანავე ჩემი ოცნება და ფიქრი მიმართული იყო აკეთკენო. მან იდროვა ამით და სწორედ მსოფლიო პატრიარქთან დააყენა ეს საკითხი. ამას სერიოზული წინააღმდეგობა ჰქონდა. ეს არ იყო ისე მოსული ამაზე ილაპარაკა მამა გიორგი. თვით მსოფლიო საპატრიარქოდანაც და სხვა ეკლესიებიდანაც, მაგრამ ჩვენმა პატრიარქმა ისეთი დოკუმენტები წარადგინა, რომელსაც ისინი გვერდს აუვლიდნენ, ვერ აუვლიდნენ. რა დოკუმენტებზეა საუბარი, ესეც ვახსენოთ. აი რაც ვილაპარაკე, ყველა ეს დოკუმენტები, იგივე ვახტანგ გორგასალის დროიდან, ქართლის ცხოვრებაში დაცული დოკუმენტები, იგივე მე-11 საუკუნის დოკუმენტები, საკმაოდ ბევრი, იგივე წეგან ვახსენებ მსოფლიო ეკლესიაზე, აი გაყვრით, მაგრამ მაინც ნახსენები ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის
ისტორიის საკითხი, როდესაც ყველა ეკლესიები დაეთანხმდნენ ამას, მაგრამ დოკუმენტი ამისი არ შედგა. ეხლა რა მნიშვნელობა ჰქონდა ამას? საერთოდ საქართველოს ისტორიაში ყოველთვის ქვეყნის დაშლა დანგრევა იწყებოდა ეკლესიაში შეტანილი თუნდაც ბზარით და ამის მაგალითები ვიცით იქ ჯაყელების და ასე შემდეგ. გაერთიანება ქვეყნის ასევე იწყებოდა ეკლესიით. ეს იცოდა პატრიარქო მტრის დიდებული მცოდნეა არა მხოლოდ ქართული ეკლესიის ისტორიის, არამედ მსოფლიო ეკლესიების და მსოფლიო სამოქალაქო ისტორიისა, ზოგადად სახელმწიფოებრიობის ისტორიის მცოდნეა. ამიტომ მან იდროვა, მოკლე დროში უნდა მოესწრო ეს და მოასწრო კიდეც პატრიარქმა. ამიტომ გვაქვს ჩვენ ეს და 53 წელს, 1953 წელს, როდესაც სხვათაშორის ეს უნდა აღნიშნოს სტალინის ზეწოლით რუსეთის ეკლესია იძულებული იყო წარმომადგენლობა აქ გამოეგზავნა და ეღიარებინა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია, მხოლოდ მისი აღიარებით არ მოხდებოდა იმ დოკუმენტის შექმნა, რომელიც ეს პატრიარქმა შესძულო და მიაღწია. ჩვენ რომ არა პატრიარქის ეს დოკუმენტი, დღეს ჩვენ ავტოკეფალური ეკლესია არ გვექნებოდა და რითიც დამთავრდებოდა ჯერ ეკლესიის საკითხი და მერე ჩვენი დამოუკიდებლობის საკითხი. აი ახლა რომ ჩივი ვართ, რომ ზეწოლა გვაქვს რუსეთისგან, მაშინ დაჩივლების საშუალებაც არ გვექნებოდა. აი ეს ცნობილი კადრი, ისტორიული კადრი და აქვე აღსანიშნავია, რომ იყო საუბარი ბოლოს, რომ მოხდებოდა მინიჭება. პატრიარქის მყიცე ხასიათი იყო, რა ვთქვი, მინიჭება, უნდა მოხდებოდა ცნობა და აღიარება უძველესი ავტოკეფალიის და აქაც იყო დიდი დაძაბულობა და პატრიარქმა არ დათმო არაფერი. აი ამ სიტყვებს ყველაფერს აქვს მნიშვნელობა. აი რომ დავფიქრდები ხოლმე მე, რომ სულ რომ არაფერი გაეკეთებინა ჩვენ პატრიარქს. ეს იყო და სულ რომ ყველაფერი ცუდი, რაც კი შეიძლებოდა გაკეთდა სტალინის ეპოქაში, 1953 წლის 19 ოქტომბერი, როდესაც რუსეთი აქ მოავლინა, აიძულა და დაპირდა, რომ აგიდგენთ და გაგიმტკიცებთ თქვენ პატრიარქობის ინსტიტუტს. თუ მიხვალთ და ემთხვევით აი ესეთ დიდ მამას, როგორც კალისტრატე ცინცაძე იყო. აი ის რომ არ ყოფილიყო, ეხლა იმის შემდეგ პატრიარქს ძალიან გაუჭირდებოდა ეს. ეს ეტაპობრივად დაკავშირებული დაგვირგვინდა და აუცილებლად თქვა 20-იან წლებში, როდესაც რუსეთის ეკლესიაში სქიზმა შევიდა, პოლიტიკური გაგები და განმაახლებლები იყვნენ, აქ ჩამოვიდნენ განმაახლებელი ეკლესიის მიმდევრები, მაშინ ქრისტეფორე ციცქიშვილი იყო პატრიარქი და მას უთხრეს, რომ აი ჩვენ მოგანიჭებთ ავტოკეფალიას, ოღონდ თქვენს განახლებული ეკლესია, მოდერნიზებული ეკლესია იქნებით. და ქართველებმა უარი უთხრეს, თავიანთი პირით უარისხეს ასეთი ხელიდან კურთხევაზე წალებში რო თქვა და არ მიიღეს მათგან ავტოკეფალია. ასეთი ეკლესია და სამღვდელოება ყავდა ჩვენს დიდებულ ქვეყანას. ყავდა და ყავს და ასე გაგრძელდება ერთგულებით ქვეყნისა და ხალხის მიმართ. დიდი მადლობა ქალბატონ ისტორიკოსი ქეთევან პავლეაშვილი საუბრობდა, ჩვენ საუბრობდით უმნიშვნელოვანეს მოვლენაზე, რაც გულისხმობს ცნობას და აღიარებას უძველესი ავტოკეფალიისა და წინასწარ გილოცავთ. ამ დღეს გილოცავთ მართლმადიდებლობის ზემს და მომავალ შეხვედრამდე გამშვიდობებით. მადლობას მოგახსენეთ ყურადღებისთვის, ბედნიერი შაბათ-კვირა, ორ შაბათამდე.